24 ჯავშანტექნიკის სატანკო ბატალიონი შედის მეორე ქვეითი ბრიგადის სტრუქტურაში და არის მისი ძირითადი დამხმარე ძალა. ჯავშანტექნიკის პარკში დგას ტანკი, რომლის ლულაზეც 2 ვარსკვლავია გამოსახული. უცხოეთის ზოგიერთ არმიაში ასეთი პრაქტიკა მიღებულია. და ვარსკვლავების რაოდენობა აღნიშნავს ბრძოლაში განადგურებული მტრის ჯავშანტექნიკის რიცხვს. 2 ვარსკვლავი ის დამადასტურებელი არის, რომ არის უმაღლესი დონის მემიზნე ოპერატორი, რომელმაც ჩააბარა ყველა ის გამოცდა, რაც არის მემიზნე ოპერატორებზე დამოკიდებული. ეს არის ტანკი 103-ის ეკიპაჟი. ლომინაძე მძღოლ მექანიკოსი და კაპრალი გვასალია მემიზნე ოპერატორი. ამათი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ არიან უმაღლეს დონეზე მომზადებულები, ძლიერ მოტივირებულები და შეუძლიათ ნებისმიერი საბრძოლო ოპერაციის შესრულება ნებისმიერ ვითარებაში. შეუძლიათ მაქსიმალურ სიჩქარეზე განახორციელონ ცეცხლი ყველა მიმართულებით. ბრიგადაში მრავლად არიან ერთი ოჯახის წევრები. მაგალითად, მარტო სატანკო ბატალიონში მსახურობს 3 ძმა დვალიშვილი და 3 ძმა გვასალია. გადავწყვიტეთ, რომ ტანგისტები ყოფილიყავით. ჩემი არჩევანი ასე იყო, ჩემმა ძმებაც გადაწყვიტენ, რომ ყოფილიყვნენ ტანგისტები. მამა დაგეგმო პარკას და გაქრეთ ომის დროს კუთნი ვარ ძმები და სამა გადავწყვიტეთ, რომ გემსახურა საქართველოში შეიარაღებული და ვარ სატანკო ბატალიონში. სამივე მაგრები ვართ. მე არ გამოვარჩა. მძღოლ მექანიკოსის კახა გვასალიას უფროსი ძმა მამუკა მემიზნე ოპერატორია. შუათანა მანუჩარი ტანკის მეთაური. სამივე სხვადასხვა ეკიპაჟია. არმიაში ეს დაუწერელი კანონია. ძმები არ შეიძლება ერთ ტანკში ისხდნენ. ოპერაციის შესრულების დროს შეიძლება ერთი ტანკი ერთმან უკნას რამე რომ მოვიდეს, ერთი ესე იგი სამივე ძმები ერთ ტანკში ესე არა. ვახორციელებ 50 კილომეტრიან მასშტაბების რაიონში. ძალისათვის! ჩვენგან მოითხოვენ უფრო მაღალ დონეს, რადგან არის აქვე ახლოს არის აფხაზეთი, რომელიც დასაბრუნებელი გვაქვს. აქედან გამომდინარე, უფრო მოტივირებულები არიან ბრიგადის სატანკო ბატალიონის ტანკისტები და აქედან გამომდინარე, უფრო მეტ პასუხისმგებლობას ძლებენ. მესანგრეთა ასეულმა პონტონური ხიდების სპეციალური მომზადება და მენაღმე ამფეთქებელთა შეკრება გაიარა. საბრძოლო მდგომარეობაში მოქმედების გარდა, მშვიდობიან პერიოდში მესანგრეებს რუსების მიერ დატოვებული საჩუქრების განაღმვაც უწევთ. კოპიტნარის სამხედრო აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდას მეორე ბრიგადის მესანგრეები ასრულებენ. ასეთ ოპერაციაში პირველად ტანკის ეკიპაჟიც მონაწილეობს. ჯავშანტექნიკაზე დამაგრებული სპეციალური ტრალით ნაღმების გაუნებელყოფა ხდება. მეორე ბატალიონი კოალიციურ ჯარებთან ერთად ერახში სამშვიდობო ოპერაციას ამ დრომდე ასრულებს. ოქტომბრის დასაწყისში კი ბატალიონი მუდმივი დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდება და დასავლეთ მიმართულებაზე მეორე ქვეითი ბრიგადას სრული შემადგენლობით იქნება. ბაღდადში ბატალიონის მებრძოლებს კოლონების გაცილება, კონვოირება და ბაზის ტერიტორიის დაცვა ევალებათ, რაც პარტიზანული ბრძოლის პირობებში რთული ამოცანაა. ბაღდადსა და ბაქუბაში ქართულ ბატალიონებს მოწინააღმდეგესთან ხშირად უწევთ შეტაკება. ბაზა თითქმის ყოველდღე იბომბებოდა 15-20 ჭურვი ყოველ დღე საჩუქარებით გამოწერილი ჰქონდა. სერჟანტ კოპალიანის ქვედანაყოფი სათვალთვალო საგუშაგოზე, ეგრეთ წოდებულ მეხუთე ჩეკპოინტზე მორიგეობდა.
მათ ევალებოდათ გზის 8-9 კილომეტრიანი მონაკვეთის კონტროლი. კოალიციური ჯარებისთვის ეს წარმოადგენდა სტრატეგიულ ზოლს. ბაღდადიდან გამოსული კოლონა სწორედ ამ გზით მოძრაობდა. ჩვეულებრივად ვაკონტროლებთ გზას, საღამო არის, გვაქვს ყველანაირი ხელსაწყოები, ამისათვის საღამის ხედვის ხელსაწყოები, აგრეთვე თერმული ხელსაწყოები, რომელიც ადამიანის თითქოს აფიქსირებს ტემპერატურას და როდესაც უკვე ხედავთ ამ გზას უყურებთ, ხედავ 5-6 პიროვნება, აი ამ ღამის ხედვის ხელსაწყოში ხედავ გზის პირას რაღაც სამუშაოებს აკეთებს. დიდი ფიქრი არ სჭირდებოდა იმას, რომ გზას ნაღმავდნენ. ალუდას სასწრაფოდ დაუკავშირდა შტაბს. დრო ცოტა ჰქონდა. 15 წუთში კოლონას უნდა გამოევლო. საჭირო იყო სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და სიტუაციის განმუხტვა. წინააღმდეგ შემთხვევაში კოლონას საფრთხე ემუქრებოდა. მივიღე ზემგუმისგან ბრძანება, რომ ჩემი ძალებით გამემუხტა ეს სიტუაცია. სერჟანტმა დატოვა მხარდაჭერის ჯგუფი. უსაფრთხოების ჯგუფს კი მისცა დავალება ჩაეკეტა ძირითადი ჯგუფის ზურგი. დროს სულ უფრო ცოტა რჩებოდა. ბაღდადიდან გამოსული კოლონა კრიტიკულ ადგილს უახლოვდებოდა. მივუახლოვდით თუ არა 200-250 მეტრამდე გავაჩერე ჯგუფი და გადავეცი ჩემს მხარდაჭერას ძირითად ბაზას, სადაც იყო, რომ განათება გაიგეთებია ჩემთვის. ეგ არის ეგრეთ წოდებული მანათობელი მაშხალა, ღამე, რომელიც გინათებს მოწინააღმდეგეს. გასროლილი მაშხალა მოწინააღმდეგის თავზე დაეკიდა. თუმცა სანამ განათდებოდა, ქარმა შეუცვალა მიმართულება. გამოიღო ჩვენსკენ. ანუ გაგვანათა ჩვენ. ამ დროს მივიღე გადაწყვეტილება, ჩვენ საფარი მოგვეძებნა უცებ, ბრძანებაზე დაწეკ, დაწვა ყველა, მაგრამ მოწინააღმდეგე მიგრძნობა რაღაცაში იყო საქმე და გახსნა უმისამართო ცეცხლი. რა თქმა უნდა, ჩვენ საპასუხო ცეცხლი გავხსენით, აგრეთვე მხარდაჭერას გამიხსნა ცეცხლი. და ბრძოლით გადავიწიეთ წინ. ღამის პირობებში სამიზნე კარგად არჩევდა. თუმცა თერმული ხელსაწყოთი კარგად დაინახეს, როგორ გაათრიეს ტერორისტებმა ორი დაჭრილი. კოლონის გამოჩენამდე წუთები რჩებოდა. მივედით იმ ადგილს, სადაც მოწინააღმდეგე იყო, ჩვენი არავინ არ დაგვხვდა ამ შემთხვევაში. მაგრამ დაგვხვდა ყველაზე მეტად ამ შემთხვევაში ჩვენთვის ძვირფასი ორი გამზადებული ნაღმი. ორი იყო გამზადებული, ერთი ვერ მოასწეს გამზადება, თქო ამ ერთმა შეაფრთხა. მივიღეთ გადაწყვეტილება კოლონა გამეჩერებინა და საინჟინრო ჯგუფმა განაღმა გააკეთა ადგილზევე ამ ნაღმებს. ასე რომ განავარჩინეთ კიდევ ერთი კოლონა. მესამე ბატალიონმა, ისევე როგორც ბრიგადის დანარჩენმა დანაყოფებმა, 2004-2005 წლებში წვრთნისა და აღჭურვის და SS-ოპის პროგრამით გათვალისწინებული სწავლება გაიარა. შემდეგ კი, გაერთიანებული კოალიციური ჯარების შემადგენლობაში ერაყში სამშვიდობო ოპერაციებში მიიღო მონაწილეობა. ასევე ასრულებდა სამშვიდობო ფუნქციას ცხინვალის რეგიონში. ბრიგადის დივიზია ძალად ღირსება მოვალეობა. ძალიან ნიშნავს იმას, რომ იყოს ბრიგადა ერთიანი, ერთმუჭად შეკრული და იყოს მაღალ დონეზე საბრძოლო მომზადებაში მომზადებული. ღირსება არის ის, რომ დაიცვა შენი ქვეყანა, შენი სახელი. მოვალეობა არის ის, რომ თუ კი მსახურობ შერეულ ძალებში ემსახურე შენ ქვეყანას, მაქსიმალური პატრიოტიზმი გამოხატო შენი ქვეყნის მიმართ. ბატალიონი ტყის პირობებში ბრძოლის წარმოების სპეციალურ მომზადებას გადის. მეთაურობამ სავარჯიშო დესადგილი მხოლოდ ერთი ნიშნით შეარჩია. აქაური რელიეფი ძალიან გავს საქართველოს ერთ-ერთი კუთხის რელიეფს, სადაც შესაძლოა გარკვეული საბრძოლო ამოცანების შესრულდეს. ბატალიონი აქ სხვადასხვა სასწავლო საბრძოლო ოპერაციას ასრულებს.